შუგა შონომალის და მერაბ დვალიშვილის ბრძოლის კვირაში შევედით და კიდევ ერთი ქართული ქამრის დაცვა გვიახლოვდება. საინტერესო არის ის, იქნება თუ არა ეს ბრძოლა თავისი ყველა დეტალით წინასგან განსხვავებული. ახლო წარსულში საკმაოდ ბევრი რამ მოხდა და გავიგეთ. მაგალითად შონომალი რომ კემპის თითქმის მთლიან ნაწილს ჭიდაობას უთმობს. ასევე ის რომ ჩვენმა მანქანამ პატარა ტრავმა მიიღო შუა ვარჯიშის დროს. ჩვენი არხის მეგობარი და ძმა კაცი არის კროკო, მე კი ამ ვიდეოში შევეცდები აგიხსნათ, თუ რატომ არის შუგა შონომალი ჯერ კიდევ ძალიან საშიში მეტოქე და ვეცდები ჩემი მოსაზრება გითხრათ მოახლოებულ ბრძოლასთან დაკავშირებით. დასაწყისისთვის უნდა ვთქვათ ის, რომ შეიძლება ეს ბრძოლა წინასგან განსხვავებული იყოს. ამის მიზეზად შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ ომალი განსხვავებულად უდგება ამ ბრძოლას. არ იყენებს სოციალურ ქსელებს, ამბობს, რომ სრულიად ფოკუსირებული ამ ბრძოლაზე და კემპის დიდ ნაწილს ჭიდაობას უთმობს. უფრო კონკრეტულად კი თეიქდაუნების დაცვას. და თუ რას უშველის ეს ყოველივე, აი ეგ მეორე საქმეა. თუ პირველ ბრძოლას უყურეთ, აშკარად დაინახავთ, რომ პარტერში მერაბმა იგი გააცამდვერა. რამდენჯერაც შევიდა და ჩაავლო, თითქმის იმდენჯერ ახეხინა ოქტაგონი. ახლა კი მას ვხედავთ თვით ლეგენდასთან, დემეტრიუს ჯონსონთან ერთად. მთელი შემართებით როგორ მუშაობს თეიქდაუნებზე. ბევრს ეგონა, რომ მომალი კემპს მასთან ერთად გადიოდა, მაგრამ მეგობრებო, რეალურად ეს ასე არ არის. ეს მხოლოდ ერთჯერადი ვარჯიში იყო და სამართლიანობისთვის ნამდვილად უნდა ვთქვა ის, რომ ომალის ძმაო მთელი UFC ეხმარება, თალად მართალი არ არის. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი რაზეც ახლა ვილაპარაკე, შემდეგ ბრძოლაში დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. მაგრამ არსებობს შანსი, რომ მისმა ამ გეგმამ ისევ მისსავე საწინააღმდეგოდ იმუშაოს. ის ხომ მართლა ყველამ ვიცით, რომ ამ ჯგუფში მას თეიქდაუნების დაცვა უეჭველად დასჭირდება. თანაც ძალიან. მაგრამ თუ მხოლოდ ასეთ დაცვაზე იქნება ფოკუსირებული, ეს მაგარ ზიანს მოუტანს მისი ქამრის დაბრუნების შანსებს. ყველაზე კარგი მაგალითი ახლა რაც გამახსენდა, არის პერეირა ანკალაევის ბრძოლა. ბრაზილიელი მთელი ბრძოლის განმავლობაში ძირითადად თეიქდაუნების დაცვაზე იყო კონცენტრირებული და ის ფაქტი, რომ მას ანკალაევის ჭიდაობის ეშინოდა, კარგად ჩანდა. ბრძოლის უმეტესი ნაწილი გალიასთან ახლოს გაატარა. შუაში შესვლას ერიდებოდა, რადგან იქ მისი წაქცევის მეტი შანსი იყო და დაბლა კაცმა არ იცის რა მოხდებოდა. როდესაც სტრაიკერი ებრძვის გრეპლერს ოქტაგონში, სტრაიკერი ბევრად ნერვიულობს, რომ არ წააქციონ. ამის გამო გრეპლერს ბევრად მეტი წარმატება აქვს, რადგან სტრაიკერი დგომში ჩხუბზე ნაკლებად კონცენტრირდება. ფიქრობ, რომ თუ შონომალი მერაბისგან მხოლოდ თეიქდაუნებს ელოდება და მეტს არაფერს, არსებობს შანსი, რომ მერაბმა საოცრად დამაჯერებელი გამარჯვება ან თუნდაც ფინიში შემოგთავაზოს. რის ნახვაც მე პირადად ძალიან მინდა და ამ სცენარს მაგრად გულშემატკივრო. საერთოდ, თეიქდაუნების დაცვა რომ საქმე შველიდეს, მაშინ პიოტრიანს მერაბისთვის მაგრად უნდა მოიგო. ხომ ასეა? კაცმა მილიარდი თეიქდაუნი დაიცვა, მაგრამ 5 რაუნდის შემდეგ მესამე შუბლი ჰქონდა სახეზე გამოსული. მე ისევე როგორც უმრავლესობა თქვენთაგანი ვფიქრობ, რომ თუ ომალი ამ ბრძოლას იგებს, ამას აუცილებლად დგომში ახერხებს, რადგან მას შანსი სწორედ აქ აქვს. ასევე მგონია, რომ შონომალი თითქმის ერთადერთი მებრძოლია ამ დივიზიაში, ვისაც რეალურად შეუძლია რომ მერაბს ქამარი წაართვას. რაც შეეხება მის სტრაიკინგს, ძალიან ბასრი ხელები აქვს, სნაიპერივით იქნევს. მაგრამ ისი მთავარი ფიშკა ერთია, შეუძლია მეტოქე ყველაზე უხერხული შეცდომის დროს დაიჭიროს და ზუსტად მაშინ აჭედოს სახეში. ამის ყველაზე მაგარი მაგალითია ის მომენტი, როდესაც ალჯო სუპერსუბუქი წონის ქამარი მოუგო. ასეთ ეფექტურ დახვედრას ხშირად ვერ ნახავ. ეს კაი გავიარეთ, მაგრამ რამდენი არის იმის შანსი, რომ ასეთ შეცდომაზე მერაბს დაიჭერს. მერაბს, რომელიც წინა ბრძოლაში საუკეთესო გეგმით გამოვიდა, იდგა დისტანციაზე, ზედმეტად არ აძლევდა დარტყმის უფლებას. თუ ბრძოლის ბოლოს არ ჩავთვლით. და სწორ მომენტში პირდაპირ ფეხში შედიოდა. მანქანა ცოტა უცნაური სტილი აქვს და როგორც გოუთილად ოიტყოდა. მერაბის გაშუა ძალიან ძნელია. მერაბი როდის შევა თეიქდაუნზე თავადაც არ იცის ხშირად. ამიტომ იმდენად მოძრავია, რომ რთულია ესე ერთ ადგილზე დაიჭირო და უცებ ნოკდაუნში გაუშვა. რა იქნება ომალის გეგმა? ქართველისთვის რაც შეიძლება მეტი ზიანის მიყენება, ნაცვლად დიდი სანოკაუტო დარტყმების ძიებისა. მერაბზე ბევრად მაღალია, გრძელი ხელები აქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ, თუ თეიქდაუნების დაცვაზე ფოკუსირდება და ბოლოს ისე მოხდება, რომ მერაბი მაინც წააქცევს და მე დაარწმუნებული ვარ, რომ ეგრეს მოხდება. მაშინ ისევ ისე აიჭრება, როგორც ეს წინაზე მოხდა. მერაბსაც შეეხება ამ ბრძოლაზე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მხოლოდ თეიქდაუნებზე არ იქნება კონცენტრირებული და იცდება შონი ფეხზე დაჯაბნოს და შემდეგ დააფინიშოს. აი ამიტომაც არის პირადად ჩემთვის ეს ბრძოლა ძალიან საინტერესო. ზოგადად დამარცხებული ბევრად მეტს სწავლობს ბრძოლიდან. ამერიკელმა იცის, რომ ჭიდაობაში მოსამატებელი აქვს და ამას ცდილობს კიდეც, მაგრამ მას კემპი სულ რომ შარშან დაიწყო, ამ კომპონენტში ისეც ვერაფერს ვერ ისწავლიდა ისე, რომ ჩვენებურს აჯობოს. ახლა მოდი უცებ ჩამოთვალოთ ის პლუსები, რომელიც შონომალის აქვს. კრეატიულობა. რამდენად სასაცილოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ მისი ვარცხნილობა, იმდენადვე საშიში არის მისი კრეატიულობა სტრაიკინგში. ჩეკ-ჰუკები, ახლოს შესვლები, ბრუნში კიკები, მოჩვენებითი მოძრაობები და ყველაზე მთავარი, კონტრზე დაჭერა, რაც მას ძალიან მაგრად გამოსდის. სწორი სათამაშო გეგმა. მან და მისმა მწვრთნელმა საქმე მართლა კარგად იციან. თავიდან ბოლომდე აანალიზებენ მეტოქის სტილს.
მოძრაობებს, ცდილობენ იპოვონ ის ადგილი, საიდანაც მის დაშლას დაიწყებენ, მაგრამ როგორც გასულ წელს ვნახეთ, ეს ამბავი ყველასთან არ გამოსდით. რიტმის კონტროლი. შვენივრად ახერხებს, რომ მთელი ბრძოლის განმავლობაში ბრძოლის ტემპი გააკონტროლოს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დგას მის წინ. ამის მასტერკლასი მან ჩიტოვერას წინააღმდეგ ჩაატარა. იმ ღამეს ჩიტოვერა ჯებსაც კი ვერ ურტყავდა ისე, რომ უკან მეტად მძიმე დარტყმა არ მიეღო. თავიდან ბოლომდე თვითონ აკონტროლებდა რა უნდა მომხდარიყო ამ ბრძოლაში. ბასრი, ძალიან ბასრი ხელები. ამ ბიჭს 60%-იანი მნიშვნელოვანი დარტყმების სიზუსტე აქვს და მის მარცხენა ხელს უფრო მეტი კარიერა აქვს დანგრეული, ვიდრე იუსადას. ომალის დარტყმები არა მხოლოდ ზუსტი, არამედ ძალიან ძლიერია. მის ბრძოლებში ხშირად ხედავთ, როგორ აგდებს მოწინააღმდეგეებს ნოკაუტში ერთი ან ორი ზუსტი დარტყმით. ეს ნოკაუტის ძალა მას უაღრესად საშიში ხდის ნებისმიერ წუთს, ნებისმიერ რაუნდში. ერთი არასწორი ნაბიჯი მერაბის მხრიდან და შეიძლება ბრძოლის სცენარი მთლიანად შეიცვალოს. Merab's an animal. He's a beast. He's that last performance was very impressive. It was his most entertaining performance, and yeah, he did a great job. Umar's really good, and Merab. It was a close fight. Merab kind of, stole it there at the end. ფიზიკური შესაძლებლობები გავიგეთ, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ომალი ყოველთვის თავდაჯერებულია, თუნდაც დამარცხების შემდეგ სწავლობს შეცდომებზე და ბრუნდება უფრო ძლიერი. მას ნამდვილად ვერ უწოდებ მებრძოლს, რომელიც მარტივად ტყდება. მე კი ამდენი გელაპარაკეთ მის კარგ თვისებებზე, მაგრამ წინა ბრძოლიდან გამომდინარე ვნახეთ, ვერც ერთმა ზემოთ ჩამოთვლილმა უნარმა და თვისებამ ვერ უშველა ომალის სფეროში, ქართველის წინააღმდეგ. ჩვენთვის კარგი რა არის? მას აკლია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი. ფიზიკური ძალა. მას უბრალოდ არ აქვს ის ძალა, რაც მერაბს. საკმარისია თუ არა ერთი წელი რომ ასეთი ძალა მოგემატოს? მე მგონი არა. სულ რომც დაიცვას ტეიქდაუნები, სადღაც არაქათიც გამოელევა და ძალაც. და მე ყველა მიცის ეს სერიალი როგორც მთავრდება ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ შონ ომალი მართლა ძალიან საშიში მეტოქეა და ამ ბრძოლას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მიუდგეს მერაბი, მე მაინც მჯერა რომ ჩვენებური ამ ბრძოლას მოიგებს და არ გაუჭირდება. რატომ? კარდიო და გამძლეობა. შეუძლია 5 რაუნდის განმავლობაში შეინარჩუნოს მაღალი ტემპი და მუდმივად განახორციელოს ზეწოლა მოწინააღმდეგეზე. ომალი მიცის, რომ ის ტემპს 5 რაუნდის განმავლობაში ვერ გაუძლებს. ასე რომ ამერიკელმა სასწაულის ზიანი თუ ვერ მიაყენა პირველ და მეორე რაუნდში მანქანას, მერე ძალიან გაუჭირდება რომ გადაწყვეტილებით მოიგოს. ფსიქოლოგიური სიმტკიცე. მერაბი ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერია. არ ეშინია რისკის, არის მუდმივად მოტივირებული და იცის, როგორ უნდა დაამარცხოს ასეთი სტილის მებრძოლები. ხასიათს ასეთი ბრძოლების წინ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ გაინტერესებთ როგორ ხასიათზეა, შეგიძლიათ მოისმინოთ თუ რა თქვა მას შემდეგ, რაც მას მის მოტეხილ თითზე კითხეს. But my toe, I still have 9 other toes and it was fine. წნეხი და ტემპი. მერაბის მიერ შემოთავაზებული ჯოჯოხეთური ტემპი შონ ომალის ტვინს და სხეულს მთლიანად აუდუღებს. მოკლედ, ბოლოში რომ გავიდეთ, თავარი არის სწორი საბრძოლო გეგმა და მერე ქამარი ისევ საქართველოში დარჩება. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ დღევანდელი ეპიზოდი, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, ჩვენ ისევ შევხვდეთ მომავალ ეპიზოდში.